რამდენად ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაცია საქართველოში. ამ მიმართულებით მომზადებულ ანგარიშს გააცნობენ დღეს საზოგადოებას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს. კვლევაში შეჯამებულია საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება 2010-2015 წლებში. მაშინ საუბარი ასევე ძირითად ტენდენციებსა და გამოწვევებზე. ღონისძიებაზე დაჯილდოვდება როგორც 2015 წლის პროექტის ფარგლებში ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოვლენილი ყველაზე გამჭვირვალე უწყებები, ასევე დასახელდება 2015 წელს ყველაზე დახურული და არა ანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებები. ჩვენ 5 წელიწადია ვეწევით აქტიურად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს საქართველოს საჯარო დაწესებულებებში, ვეხმარებით საჯარო უწყებებს, რომ გაუმჯობესდეს პრაქტიკა, ბევრი რამ შეიცვალა. ყავდა საჯარო დაწესებულებები, სადაც არ გაიცემოდა საჯარო ინფორმაცია, რომლებმაც ძალიან გაუმჯობესეს თავიანთი პრაქტიკა და ეს იყო, ვფიქრობ, ჩვენი მუშაობის ძალიან კარგი შედეგი.